რაიდერი თითქმის არ არსებობს. მე მყავს ხალხი, რომელიც მიკრავენ ინსტრუმენტებზე, რომელიც ჩვენ ერთადერთი ინსტრუმენტი გაგვაჩნია, ეს არის სინთეზატორი და მაგაზე ვაწყობ მთელ ჩვენ მუსიკებზე აბსოლუტურად ყველაფერს. ჩემი მომავალია საქართველოში აბსოლუტურად გაკეთდეს მეორე სასტავი. პირველი სასტავი თქვენ კარგად იცით, რომელი სასტავია საქართველოში ფილარმონიის სასტავი და მეორე სასტავი იყოს ქართველი თანამედროვე სტილის მომღერალთა სასტავი. და ეს სასტავი გაკეთდეს და ავიწიოთ ზეით. ქართული რეპი, პირდაპირ ქართული რეპი არის, რაც დავინახე, ის თქვი. ერთ-ერთი პირველი ქართველი რეპმენი ბედინა აისი მუსიკაში ქუჩიდან მოვიდა. ქუჩის კანონები, როგორც ყველა რეპმენისათვის, მისთვისაც დღემდე მისაღებია. იქ ზანგებს უფრო არ აქვს ისეთი ქუჩური ცხოვრება, ნანაკი როგორც ქართველებს საქართველოში ქართული ასე ვთქვათ ქუჩა რა. აი ჩვენ უფრო ასე ვთქვათ კანონები გვაქვს, კაცური, რასაც ქვია და ვაჟკაცური, ვიდრე იქ ამერიკაში ზანგებს თავიანთი ქუჩიდან გამომდინარე კანონები. იქ უფრო დაუნდობლები არიან, ვიდრე ჩვენ. რეპის განუყოფელი ნაწილი ჟესტიკულაციაა. ქართველი რეპმენების აზრით, სიმღერის დროს ხელების გამოყენება უბრალო მიბაძვა არ არის. ეს ტექსტის შინაარსის გადმოცემის აუცილებელი საშუალებაა. მე და არა მარტო მე კიდე ბევრი რეპერი აი ესე ვერ დადგება და რეპს ვერ იმღერებს. თვითონ რეპ მუსიკა არის სპორტული მუსიკაა, არ შეიძლება მოძრაობის გარეშე ეს იმღერო. რეპი ქართულ სინამდვილეში სულ 10-20 წელია რაც შემოვიდა, მაგრამ ამ დროის მცირე მონაკვეთში მან მაინც მოახერხა თინეიჯერებში ნდობის მოპოვება. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ რეალობას მღერი ხართ, თქვენ იძახით იმ სიმართლეს, რაც დღესდღეობით ხდება და აი აქედან გამომდინარე მათ ჩვენი ჯერა. საქართველოს გარდა სიმღერების თემა სიყვარული და ნარკოტიკებიც იყო. სცენაზე ასვლამდე საკუთარი გამოცდილებიდან რეპერი ბედინა პატიმრებს, რჩევებს უხვად აძლევდა. ეს არის ცუდი. ეს არ არის კარგი. უბრალოდ ჩვენ გამოვცადეთ, ჩვენ ვნახეთ და ჩვენ გადავიტანეთ და ჩვენ გადავჭით. და ჩვენ ამას ვიზახეთ ჩვენ სიმღერებში, რომ ისინიც გადაშენ. მათ არ გამოცადონ, მაგათ ვიზახეთ. რატომ? ჩვენ რო გამოვცადეთ ეს ჩვენ ვართ ღმერთის წინაშე ცოდვილები და ჩვენ ამას ყველაფერს მოვინანიეთ. ნანობენ თუ არა საკუთარ საქციელ ძნელი საქმელია. თუმცა როგორც აქ ამბობენ, ეგრეთ წოდებულ სვაბოდაზე ყველა ოცნებობს. იმის მიუხედავ, რომ ჰიპ-ჰოპ კულტურა სათავეს ამერიკიდან იღებს და მუსიკალური ჟანრის ქართველი მიმდევრები ამერიკელი კოლეგების დიდ ზეგავლენას განიცდიან, ერთ-ერთი პირველი ქართველი რეპერი ბედინა ჩვენს ქვეყანაში ჰიპ-ჰოპის განვითარების დღევანდელ დონეს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. მე ვერ დავუყურებ ახლა თქვა შეიძლება 100% გვერდზე ქართული რეპი ასე ვთქვათ ნაროვნი უდგას ამერიკულ რეპს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ბევრიც ჩამორჩება იმის გამო, რომ ტექსტებს, რომლებსაც ეს ხალხი აკეთებენ, ქართველები წერენ ტექსტებს, ორჯერ უფრო მეტი და სამჯერ უფრო მეტი აზრობრივი შინაარსი აქვს. დატვირთვა ჩვენ ქართველებს, ვიდრე მათ ინგლისურებს. ეს ყველაფერი ჯერ ჩანასახია, ასე ვთქვათ, რადგან ჩვენ ჯერ წარმოვაჩინეთ ჩვენი შემოქმედება ჩვენი მეგობრების წრეში.